მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. იქნება დღეს რჩევა და მოდი თან მომსახურების პირობებს გაგაცნობთ, რადგანაც რა ვიცი, ცოტა გაუგებრობები ხდება მომსახურებასთან დაკავშირებით. და ვინც ძველი მსმენელები ხართ, შეგიძლიათ გადაახვიოთ უკაცრავად, მაგრამ საჭირო ახლებისთვის. გამარჯობა მწერთ, ანუ გაგიმარჯოს, მე რაღაცა ხალხნო. ჩვეულებრივად რა გაინტერესებთ, უნდა მომწეროთ ეგრევე, მიიღებთ შესაბამის სკრინს. უნდა წაიკითხოთ ეს სკრინი, შიგნით არის, რა თქმა უნდა, რეკვიზიტები მითითებული, ქვითრის წარდგენის შემდეგ ხდება თქვენთან უშუალოდ ჩანიშვნა, გასაუბრებაც, რა ვიცი, თუ გინდათ გავიცინოთ, თუ გინდათ გავიღიმოთ, თუ გინდა იტირეთ, გინდა იწუწუნეთ, გინდა კონსულტაცია მიიღეთ, გექნებათ თანხა გადახდილი და დაგეთმობათ გარკვეული დრო. ხო, ეს მომსახურება არა მაქვს წუწუნში 100 ლარი და რაღაცა ტირილში 150 ლარი და ტაროს გაშლაში კიდევ თავისი თანხა, ხო. შეგიძლიათ ყველანაირად გამოიყენოთ თქვენთვის ის დრო როგორადაც გინდა. რა შეეხება? იცი რა ცოტას გავისაუბრებთ და ქალბატონი იწყებს ლაპარაკს, ტარამ ტირინ ეს ქეთო და კოტეში რომ არის ჩამოწერილი და მზითების იმას როყვება, რა ქვია, მუსიკის ფონზე. ესეთნაირად და ბოლოს მეუბნება, ესე არის, თავისი ცხოვრების შესახებ საუბრობ, რა თქმა უნდა და ვჩერდები და კარგით ქალბატონო, გადაიხადეთ მომსახურების ფული მეთქი მივწერე და მე გეტყვით, რომ მართალი ხართ თქვენ ცხოვრებაში დაუშვათ თუ არა ხართ მართალი თუ რაღაცა დაგემოწმებით მეთქი. თქვენ რომ მე ინფორმაციას მომაწვით, ან თუნდაც ვიღაცას ნახეთ და ყველაფერს მომიყვებით, კი მოსაყოლს რაღაცას მაინც ვიპოვე, მაგრამ მე რა უნდა გითხრათ, დაგემოწმოთ და გექნიოთ თავი, კარგი მასე არის. ჯერ ერთი ენერგიებში, როდესაც შევდივარ მე პირადად, ძალიან ხელს მიშლის თქვენი ერთი კითხვა რო დაუსვა ადამიანს, აი, სწორი მიმართულებით მივდივარ სიტყვაზე, ხო, რაღაცა მინიშნება მივცე, ხო, ჩაირთვება. და ზოგიერთი გაფუჭებული პატიფონივით ჩაერთვება, საქმე იმაში არის და ვეღარ ვაჩერებ, აქედან უნდა ვიკივლო, უნდა ვიწივლო, თუ რა ქნა გაჩერდი ხელი, ფეხი, რა ვიცი, ვიქნები, ვეუბნები, მადროვეთ, მე უნდა ვისაუბრო, არა, ვერ გააჩერებ ადამიანს, ხალხნო, ეს არის უკვე ნერვოზი. ესეთი მოქცევა ჯერ ერთი არ შეიძლება ტაროლოგთან და მე არ ვამბობ, რომ მუნჯის ფუნქცია შეასრულოთ და ზოგიერთი ისეთი არის, მოვიდა, მოდის კონსულტაციაზე და რა თემა გაინტერესებს, საკითხი გაინტერესებს და ხმას არ იღებს. მიხვდი ვანგა ხარ და ვანგა არა ვარ. რა შეეხება მომსახურებას, კი ბატონო, ესეა, მე კიდე არის ესეთი მომენტი, ადამიანს გაუგზავნე ანგარიშის ნომერი, არაო სახელდაგვარიო, გაუგზავნე სახელდაგვარი, არაო პირადი ნომერიო, ახლა გაუგზავნე პირადი ნომერი და ესო შენი პირადი ნომერი არის, ქალბატონო, მასეო, როგორ იწყებაო 2000-დან რაღაცეებიდან წყელო, შეიძლება ახლა მოისმინოს, დავბლოკე მერე კაცო. ხო და ეს რა ქვია, რა ვიცი, იმედია არ გაგიჟდები ადამიანო, მაგრამ მოისმინე, ხო, შენ თავზე საუბრობ ზუსტად და სხვებმაც უნდა გაიგონოს იგივე. და ვეუბნები, იცით რა, მე სათამაშოდ არ მცალია, იცით რა, მე საზღვარგარეთ ვარ, იქეთ ვარ, ხალხნო, თქვენმა ერთი ადამიანი კი არ ხართ საზღვარგარეთ. რა მნიშვნელობა აქვს, სადაც ხარ მომსახურება არის. წესი ყველასთვის ერთი არის, სახელი და გვარზე ირიცხება, ხო? ისაც გიგზავნით ადექი და იმას რა შეცდომა უნდა დაუშვათ. პირა ანგარიშის ნომერი არ მოგეწონა, სახელი არ მოგეწონა, რა ვიცი, პირადი ნომერი არ მოგეწონა და კიდე მე როგორ არის, იცი პრეტენზია გაქვთ აქეთ, რომ ყველა ერთნაირები ხართ და მე კი არ ვარ ადამიანო, ჩვენ კი არ ვართ ერთნაირები, თქვენ გაქვთ უკვე, რა ვიცი, მენტალური პრობლემა, ზუსტად ასე ვიტყოდი, შიზოფრენიამდე ხართ, მის ნერვები გაქვთ, ჩხუბით მოდიხართ და ეხლა თქვენი ბუქსაობის ნერვი და თავი ნამდვილად არ მაქვს და არც სურვილი მაქვს. თქვენ ელემენტარული ნახეთ, როგორ მიგიყოთ ესეთი ადამიანი, რატო დამბლოკავ, ახლა ვიცი, რომ კარგად იყავებით დავამშვიდობე, ჩემი ზრდილობის გამო. თორე ისედაც შემეძლო დამებლოკა, ხო? მე ალბათ გაგიკვირდებათ, რომ რატო დამბლოკა და რაღაც და იმიტომ დაგბლოკე, რომ ჩემო კარგო ელემენტარული, აი ქვითრის წარდგენაზე ამხელა
პრობლემა შექმენი და რა ვიცი, კიდე მეჩხუბები და კიდე მე ვარ დამნაშავე და შენთან კონსულტაცია როგორ ჩავატარო. რა ის ჯადოს ეძებ, ეს რა ქვია, გააქანებული ნერვოზი გაქვს. არ შემეშალოს რაღაცა და ჯერეთი თუ რამე შეგეშლებათ იმის გამოსწორებად შეიძლება, მაგრამ უპირველესად მე არ გამოგიგზავნით არასწორად რაღაცას, ხო? მე ეს ხარ შენ, ვიღაცა მისაო, დაბადების წელითვერიცხვი მინდაო. რა თქმა უნდა არ გავუგზავნე ხა ჩემი დაბადების წელითვერიცხვი, რა ვიცი მე რისთვის გინდა, მოდი ასე ვთქვათ. რანაირად საიდან რიცხავ რანაირად რომ დაბადების წელითვერიცხვი გინდოდეთ. შტერი გონივართ, რა ვიცი რა გონივართ თუ ან რატო იქცევით ასე არ ვიცი. ნუ კარგი ეს არის უკვე თქვენი პრობლემა, მაგრამ მომსახურების პირობებში ესე არ არის. შეგიძლიათ პირდა არც გამარჯვების მერე მელოდებით უნდა უთხრა გაგიმარჯოს მერე როგორ ხარ მერე ესა ვარ მესე და ნუ ვეღარ ასრულებთ გამარჯობა მინდა მომსახურება დავუშვათ წმენდა არის როგორ უნდა მოვიქცი არიცი დავუშვათ და ხო დასვამ პირდაპირ კითხოს კონსულტაცია გინდათ რაღაცა აი ამ საკითხთან დაკავშირებით მაინტერესებს კონსულტაცია მიიღებთ სკრინს გადაიხთით წარადგენთ ქვითარს და შემდეგ დავნიშნავ დროს ან იმ დღეს ან მეორე დღეს თქვენი რაღაცა კაპიკების გამო მე არსად არ გავიქცევი ესეთი მაგის თუ გეშინიათ და ამიტომ გაქვთ ამხელა ემოცია და დროს ქაჩავთ და რაღაცა ჩემთან ალბათ საუბრობთ რომ მე არ რა ვიცი ახლა ამდენი ის არის რაც არ უნდა იყოს ახლა 200 კაციანი გვერდი ხომ არ არის ახლა ძალიან აქტიურია არ არის ჩემი გვერდი ძალიან იმიტომ რომ არ ვითხოვ დალაიქეთ და კომენტარე დალაიქეთ და გამომიწერეთ დალაიქეთ და არ ვითხოვ და ეს ხალხი ვინც მოვიდა თავისი სურვილით დალაიქებული და კომენტარებული არის სულ ბალანსისთვის იმისთვის ამისთვის და არ ვაკეთებ ხო ესეთ რაღაცებს და მაინც ყოველ შემთხვევაში 200 კაციანი გვერდი მაინც არ არის ეხლა მე ვარიანტი ადამიანს რაღაცა წმენდები ესაო ჯანმრთელობის პრობლემაო ჯადოო ბედის გახსნაო თვალიო ნეგატივი ჩამოყვა ესე რაღაც ნუ რა კაი დიდი ისა ვეფხისტყაოსანი ჩამომიწერა და რა ღირსო დაუფასე ნუ უთხარი ახლა სრული ღირებულება აღარ დამიწყია ბევრი ლაპარაკი და რამდენიო რა ვიცით ახლა თქვენ მაგთან ხაში მაგდენი რამე უკეთეს ცხოვრების მოწყობა თუ შეგიძლიათ მე გადაგიხდით იქით და მომიწყოთ ცხოვრება გაუთხოვარი ვარ და რა ვიცი მაგთან ხაში ესე იგი კიც გამათხოვეთ რა ვიცი სახლი გარი ბიზნესი იქნება თუ რაც სამსახურიათ რაღაცა მომიწყოთ ჩემ მოწყობილზე კი არ გეუბნებით თქვენ გამიკეთეთ ისე რომ ეს ყველაფერი ნახეთ წმენდის მერე რო გავიღვიძებ ოქროს სასახლეში გავიღვიძო ყველანაირად მე გადავიხდი იმ თანხას რაც თქვენ იხდით თუ ასე იქნება ჯამთელადაც ვიყო და რავი მათ მაგარ შემაწუხოს მეტი და ვინც დამაზიანებს დედაეტიროს ყველას და რავი რა ამიწყოთ ცხოვრება მოდი მაგთან ხაში და მე გადაგიხდით იქეთ მაგთან ხაში თქვენ ცხოვრებას აწყობთ ზოგადად და წმებული ვარ საძინებელს ვერ მოაწყობთ მაგთან ხაში უბრალოდ რო დაიძინოთ გემრიელად ლოგინზე რასაც თქვენთან კარგი, ნახოთ ახლა რჩევა. და თუ იმას ფიქრობ, რომ ესე ჩხუბი-ჩხუბით კიდე ვიღაცებს მიგიღებ, ძალიან შემსახად არ აგინათლე. თქვენ ნერვი მე არა მაქვს. ამხელა ნეგატივი გავფილტრო ადამიანი არ შემიძლია. დედო შემეძლოს. კარგი, ნახოთ რჩევა, ვისთვის არის. თქვენი შენელებული მკაცრი ხასიათი. ესე იგი, თან მკაცრი ხართ, ესე გამოვიდა სტალინის ხასიათით ხართ აქ, მაგრამ თან რა ქვია? თან შენელებული კადრი. ახლა რა ხდება? ჩემს ლექსიკონს ბევრი ვერ გებულობთ, გასაგები არის, ცოტა
სხვანაირად ვსაუბრობ შეიძლება, ხო? მაგრამ მქონდა ესეთი შემთხვევა, ერთ ადამიანს პირადზე მივწერე და ამ ბიჭთან აქვს პრობლემები რაღაცები და შემდეგ მომწერა კიდე რაღაცები და არაუშავს ქალბატონო გაიზრდება დიდი ბიჭი ცოტა ხანში თქო მივწერე. ხო და რისი ბიჭიო, ბიჭიშვილი არ აყავსო, რას ლაპარაკობთო, ბიჭიშვილიო არა თქვენ ნამდვილად ვითომ ვერ დავინახე და არა და სხვა შინაარსეთ უთხარი. იმ პიროვნებაზე უთხარი გაიზრდება დიდი ბიჭი, არა შვილი არ აყავს, ვერ გაიგო ადამიანმა და მომისმინეთ ჯერ ხალხო, მომისმინეთ რომ დაამუღამოთ ჩემი ლექსიკონი და მე გაიგეთ და ვინც გებულობს ძალიან მაგრად ხალისობენ კიდეც და ჩემი ნათქვამიდან 1000-ნაირად შიფრავენ, 1000-ნაირად. იმიტომ რომ ერთ სიტყვას რომ ვამბობ, იმის უკან ძალიან დიდი აზრის დევს და სხვათა შორის დატვირთვა ძალიან დიდი აქვს. არ ვამბობ მხოლოდ ერთი კუთხით შემოფარგლულად, არ ვსაუბრობ ერთი კუთხით რომ იყოს რაღაცა შემოფარგლული. ამიტომ ხო, სხვანაირი მსმენელები, სხვანაირი მოაზროვნე ხალხი ჭირდება და არის ჩემთან ძირითადად და რჩებიან მით უმეტეს. კარგი, თუ ნახოთ, ეს თქვენი შენელებული ხასიათი, სიმკაცრე და ასე შემდეგ. გეგმა ნამდვილად გაქვთ, მაგრამ რაღაცა ნოსტალგიურ ენერგიებში ხართ. ყოველ შემთხვევაში აქ რაღაცას, ესე რომ ვთქვათ, გენატრებად, ან ნატრულობთ, ან რაღაცა წარსულთან დაკავშირებულ ემოციებში ხართ, ხო? ყოველ შემთხვევაში ამ წუთში პირდაპირ გაჩერებული ხართ. გეგმა ნამდვილად არის გარღვევა გინდათ, ესე რომ ვთქვათ, გარკვეული ბარიერების და მიღწევა. თუმცა ჯერჯერობით მე ვერ ხედავ, რომ აქ რამე წინ მიდიოდეთ. კარგი, ვნახოთ, მაშინ რჩევა რა არის, რომ თქვენ განვითარდეთ და შეიცვალოს ეს ყველაფერი. რჩევა. ფინანსური არხი, ჩემოკარგებო, აკონტროლეთ. როგორც კი ფინანსურ არხში მოხდება რღვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯი გაჩნდება, დაუშვათ რომ შემოდის, დაუშვათ ღიური შემოსავალი, ვისაც აქვს და აღარ შემოვიდა დღეს, ხვალ, დაუშვათ რაღაც საქმე ჩაიშალა, ნახეთ, ან თუნდაც სამსახურთან დაკავშირებით რაღაცების შემოთავაზებები გქონდათ, იმ წუთში მიაქციეთ ყურადღება. იმიტომ რომ აი აქედან იწყება უკვე პრობლემები თქვენთან, ეს არის უკვე თქვენს ფინანსურ არხზე რაღაცა გაჟონვა, მოკლედ მოხდა, ეს შესაძლებელია იყოს ენერგეტიკული ჯადომა და მაინც არა, უბრალოდ ენერგეტიკულად დაზიანდით ვიღაცის მიერ, მაგრამ უპირველესად ძალიან დიდი სიჩუმე. ჩემი ძაღლის ეს არ ძვალი აქვს დრუნჩებში მოქცეული და მანდა მაინც აქ მოვიდა ფეხებთან, არ შეიმჩნიოთ უკაცრავად. რაც შეეხება ძალიან დიდი სიჩუმე, მით უმეტეს ფინანსებთან დაკავშირებით. არავითარი ვიყიდო, არავითარი გავყიდო, არავითარი ფული შემომდის, ფულზე საერთოდ აღარ დაიწყო დაწი დღეიდან ამ ვიდეოს მოსმენის შემდეგ. არა აქვს როდის მოისმენთ მნიშვნელობა, როდის მოისმენთ ამ ვიდეოს, არა აქვს მნიშვნელობა, როდესაც მოისმენთ მაშინ არის, ანუ აქტიური ამას გულისხმობ, არანაირი ფულზე საუბარი, რჩევაში ეს კი ფიქსირდებათ და ასევე ეს რა არის? ძალიან დიდი თვალი გცემთ ჩემოკარგებო, ეს არის თვალი. მე გეტყოდით, რომ რაღაც გააკეთეთ, ისეთი, რომ თვალისგან დაცვა გააკეთოთ. თუ თვალი არ არის თქვენთან, უბრალოდ იცოდეთ, რომ აი თუნდაც აი ამ ფინანსური არხიდან მოდის ძალიან დიდი თვალი. კი ბატონო, შესაძლებელია დაცვები გააკეთოთ ყველანაირი, მაგრამ ზოგადად რომ იცოდეთ, ფინანსური არხი ყოველთვის ღია რჩება და აი შეიძლება ზუსტად მაგ ფინანსებს წამოყვეს მთელი დიდი ნეგატივი. ამიტომ ეს არ არის გასაკვირი, ხო? ამიტომ აი რაღაცა ხო. დანარჩენი რჩევა ის არის, რომ გაზარდეთ თქვენი კომუნიკაცია სამეგობრო წრე. შესაძლებელია სამსახური იყოს ეს თანამშრომლობა, ახალი სამსახური, დასტაბილურება თქვენი საქმის. ძალიან დიდი მხიარულება არ არის გამორიცხული, რომ აი ზეიმი თუ რა ვიცი, აი ზეიმი ახლა ვინ იცის, მაგრამ ქორწილი იცი ან რა ვიცი, რაღაც წვეულება, ძალიან დიდი მხიარულება შესაძლებელია ეს იყოს თქვენთვის და თავი დაიცავით გაფრთხილება ეს არის თუ სადმე ესეთ დიდ
საზოგადოებაში მოხდებით, ან უბრალოდ მაშინ გამოდის, რომ ნახეთ, უკვე გადიხართ თქვენ ფაქტიურად სამსახური იყოს შესაძლებელი, ან რაღაც ესეთ კომუნიკაცია იწყება თქვენთან, საზოგადოებრივი, მოდი ასე ვთქვათ, ვიღაცასთან ესეც იქნება, ხო? და თავი დაიცავით, თვალი მოგხსნევთ ძალიან დიდი. იცით რა არის, რატომღაც აქ მიფიქსირდება ის, რომ ძალიან არ შეგიძლიათ და ეხლა არც მე არ ვიცოდი თურმე და ერთი ასეთი რაღაც ყოფილა ადამიანთან, თუ D ვიტამინის ნაკლებობა აქვსო, შესაძლებელია ამ ადამიანს არ შეეძლოს და იყოს სულ ესე ძალიან მოკლედ უენერგიოდ, ან შაქარი აქვს წამოწეული, თურმე ესენიც ყოფილა ერთ-ერთი მიზეზი, ხო? ხო და უენერგიობის და მოდი მე ასე ვიტყოდით, გადახედეთ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ რატომ გეუბნებით, აქ დანარჩენი თითქოს ყველაფერი რიგზე არის, ასტაბილურებთ თქვენ აქ რაღაცას, დიდი ფინანსებით შემოდის, ახალი საქმის დაწყებაც გაქვთ, კომუნიკაციაც არის, რა ვიცი, кейფი დროს ტარება, შეიძლება მართლა ქორწილია, რაღაცა მიდიხართ, მაგრამ თან აი ეს რაღაც უენერგიობა, აი სიმწრით რომ მიფართხუნობთ, აი ესეთი ვარიანტი არის და თუ კი ვისაც თვალზე დაცვა გაქვთ, კი ბატონო, შეიძლება გჭირდებოდეთ მართლა აი ამ ორი რაღაცის გადაკონტროლება, გადააკონტროლეთ ვიღაცასთან, მართლა ფიქსირდება. ან უბრალოდ ეს არის ძალიან დიდ თვალს ღებულობთ რაღაც ნეგატივს, იმიტომ რომ მე საიდან მოდის ეს პრობლემა. იცით რა არის, აქ ვიღაცა კარმული პიროვნება შემოდის თქვენს ცხოვრებაში და შეიძლება ბრუნდება კარმული. იცით რა არის, თქვენ არ გიდათ ამ ყველაფრის დაჯერება, ან ყურადღებას არ აქცევთ. ერთი აქ მე მქონდა პირდაპირ კარმის დასტა, მაგრამ ეხლა მე ვაგნებ სად არის. აი ამ შემთხვევაში ნახეთ როგორია ერთი წუთით ეს უნდა მივხვდეთ. და ნახე რა კარმაზე საუბრობს აქ. აი ამ შემთხვევაში ჩემო კარგებო, იცით რა არის, რაღაც საიდუმლოებაზე მესაუბრება თითქოს. აკონტროლე სიტუაცია, აკონტროლე. კი, აი ზუსტად დავინახე, მაგრამ მაინც დავეხმარე ეს კარმეზე ესა დასტა. ნახეთ როგორი რაღაც არის, თქვენ რაღაცას ვერაცნობიერებთ, აქ შემოდის პიროვნება, ესა კარმული პიროვნება შეიძლება მოდის, ბრუნდება, ან ახალი, ან ძველი, ხო? მიხვდებით თქვენ თვითონ. ყოველ შემთხვევაში ვერ იჯერებთ, რომ რა არის ამ ადამიანს, რამე ნეგატივი მოაქვს თქვენთან. რა მოაქვს. არა, ნეგატივი არ მოაქვს. პირიქით, მე მგონია, რომ თქვენ, იმედი არ გაქვთ, რომ ვინმე კარგი, დადებითი ენერგიით შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ნახე, გასაგებია ამოხსენი. აი აქ არის ის მომენტი, რომ ეს ადამიანი კი არ შემოდის დაუშვათ ცუდი ენერგიით და ამას ვერ იაზრებთ. არა,
ამას არ ვამბობ. აქ არის ესეთი მომენტი, შემოდის ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ეს კარმული პარტნიორია, მაგრამ კარმა იმას კი არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ცუდი იყოს, ხო? მე იშვიათად ვსაუბრობ კარმაზე, ვიცით ეს თემა. მაგრამ ეს კარგი ძალიან დადებითად შემოდის თქვენთან, გეხმარებათ, აი როგორ არის, იცი, ძალიან სტაბილური ვარიანტით რაღაცა ბარიერების გადალახვა შეიძლება უცნებით, ან არ ველოდის თემა უფრო არის, რომ ეს თქვენ არ ელოდებით, ამას ვერ იაზრებთ, რომ როგორ, ესეთი კაი ვინმეს მოვეწონი, ან ესე რანაირად, ასე რაღაცა მოულოდნელი ეფექტი ექნება ამ პიროვნებას თქვენს ცხოვრებაში. აი ეგი, ამას ვერ იაზრებთ, ხო? აი ზუსტად ეს დამიფიქსირდა მე აქ. და როგორ არის, იცით? მაგრამ აკონტროლეთ ეგ სიტუაცია, ეს მდგომარეობა. კიდევ რამე არის კარმაში მინიშნება. კიდევ აქ არის დაახლოებით, აქ არის ესეთი რაღაც, რომ ნუ ღელავთ, გქონდეთ რწმენა. აქ რაღაცას ძალიან განიცდით თქვენ. ნუ ღელავთ. ესე იგი, აქ ცუდი თუ რამე იყო ამდენი ხანი, პიროვნება იყო, ჩამოუყალიბებელი მდგომარეობა, სიტუაცია, რაც იყო, მიდის ეს ყველაფერი და იმდენად დადებითად შეიძლება ყველაფერი. აი, რჩევა ზუსტად ეს არის, ნუ ღელავთ. აკონტროლეთ, კი ბატონო, მიაქციეთ ყურადღება და გაიაზრეთ ცოტა რაღაცებს ვერ იაზრებთ, არ გჯერავთ და ავი არ მჯერავთ თემა არის აქ. ამიტომ ეს გაიაზრეთ, მიაქციეთ ყურადღება და ნუ ღელავთ, რჩევაში არის ესე ძალიან უნერვიულო. ჩემო კარგებო. გამოდიხართ, აი ზუსტად მაგ არ ვიცი და რაღაც არის თქვენში აი ეს ერთი მომენტი, რომ არ ვიცი რა იქნება, ან მართლა იქნება, კიდევ რაღაცა არ შებრუნდეს, კიდევ რაღაცა არ დაიშალოს, არ დაინგრეს ურთიერთობა, მაგრამ ასე არ არის. რჩევაში ესა გაქვთ, ელოდეთ სასწაულებს, მიენდეთ სამყაროს, ნუ ღელავთ. ყველაფერი თქვენს მხარეზე არის. დასრულდა ყველაფერი ცუდი და ეს კარმული პერიოდი თქვენთან და ცუდი კარმული პერიოდი და ეხლა იწყება უკვე სხვა ეტაპი, სხვა ცხოვრება, სხვა მდგომარეობა. რომ იცოდეთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ინფორმაცია გაჟღერდა, დაფიქსირდა. და საინტერესოც არის ჩემთვის მაგალითად. აი, თქვენ თვითონ ვქნით აქ შინაგანად გაქვთ პრობლემები. შინაგანად რაღაც თითქოს წინ ვერ მიდიხართ, მაგრამ ელოდეთ სრულ ნაყოფიერებას, გარდაქმნას ჩათვალეთ, იმიტომ რომ აქ ძალიან ნაყოფიერი, პოზიტიური, წარმატებული, ხვავიანი, ბარაქიანი, რა ვიცი, სახლი, კარი, ვისაც სახლი გინდათ, სახლიც ჩანს თითქოს, პერიოდი დგება ნამდვილად. აი ძალიან კარგი ეტაპზე გადადიხართ, ჩემო კარგებო, დასრულდა ის პერიოდი, ჩათვალეთ, რომ გამოისყიდეთ ეს დაუშვათ თუ კი რამე ტკივილიანი უენერგიო პერიოდები გქონდათ, აი ეს ყველაფერი დასრულდა და გადახვედით ძალიან კარგ მდგომარეობაზე 4-ვე კუთხით არის აქ გზები გახსნელი, რომ იცოდეთ უბრალოდ ერთი რამე გაითვალისწინეთ. საუბარ ზოგადად მოდი მოერიდეთ. შესაძლებელია აქ ვიღაცა სჭირდებოდეს გამზიარებელი, აი ჩემი სიხარული მინდა ვიღაცას გაუზიარო, მაგრამ ჯობია შეიკავოთ თავი. ვიდრე გააზიაროთ და დაზარალდეთ. ჩემი სასანთლე არ შეემჩნიოთ, რატომღაც არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ მომწონს ასეთი გატუტყნული სასანთლე. ის ჩამოგვენთილი რომ არის ხოთესხოთերը. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს დროებით.